მოგესალმებით ეთერშია რადიო თავისუფლების ყოველდღიური პროგრამა საუბარი თავისუფლებაზე გადაცემა მივყავს მე გოგი გვახარიას ლევან გვარამაძეა დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი გადაცემისა რომელიც ყოველ სამუშაო დღეს გადის რადიო თავისუფლების ეთერში ჩვენი სტუმარი არის ბატონი თამაზ ახობაძე ჩემთვის ბატონი თამაზი შეიძლება ითქვას კინოფილმის გმირიც არის ალბათ ამის შესახებ ვისაუბრებთ ბატონი თამაზი არის ადამიანი რომელიც 2019 წლის 11 მარტს აღადგინეს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში და ჯარიმა გადაუხადეს, მაგრამ იგი თვლის რომ დავა როგორც მე ხვდები დაუსრულებელია. იმდენამეზე მინდა გელაპარაკოთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გარკვეული თვალსაზრისით ფილმის გმირიც ხართ ჩემთვის და ალბათ მე ავხსნი რატომ, მაგრამ მოდით ჯერ ფილმს დავუბრუნდეთ თუ ფილმზე ვილაპარაკოთ. დამთავრდა თუ არა ეს ფილმი happy end-ით, თქვენი გამარჯვებით, მაგრამ არის თუ არა ეს happy end-ი და აქვს თუ არა ღია ფინალი. რადიომსმენელს გავახსენებ რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასამართლოზე მაპატიეთ პარლამენტში გამოვიდა სიტყვით და იქაც კი მართალია მას კითხეს და უპასუხა, მაგრამ იქაც კი საკმაოდ როგორ გითხრათ ხალისით ისაუბრა თამაზ ახობაძის თემაზე და რა პასუხი გასცა ამაზე თუ გინდათ მე კიდევ ვისაუბროთ ზურაბ ჭიაბერაშვილს უპასუხა თუ არ ვწდები. ნუ თავარი ის იყო რომ მან აღნიშნა რომ თქვენ პოლიტიკური პარტიის ინტერესებს გამოხატავთ, ხო? რომელი პარტია ალბათ ნაციონალები იგულისხმება. სავარაუდოდ ახანსურას პასუხობდა. არა, ესე იგი ეხლა უკვე ევროპული საქართველო. კეთილი. რას აპირებთ? ესე იგი არის თუ არა ეს ფინალი ღია, თქვენ ბრძანეთ რომ შეიძლება კიდევ ერთი საჩივარი შეიტანოთ იუსტიციის მინისტრის სახელზე. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა თემით დაინტერესებისთვის, მივესალმები ასე მსმენელებს. ფილმი ნამდვილად შეიძლება ეწოდოს ამ ყველაფერს. რამდენად კითხვა იყო ეს რამდენად მივიჩნევ რომ აღდგა სამართლიანო და რამდენად დასრულდა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესოა ეს თემა, რატომ 5 წელი მიდიოდა ეს დავა 2014 წლის იანვარში გამომიშვეს და 2015 წლის მარტში 5 წელზე მეტი გაგრძელდა ეს თემა. წარმოიდგინეთ რაც სასამართლომ დააკისრა სამი ინსტანცია ორჯერ. რაც სასამართლომ დააკისრა ეს არის აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე და განაცდური. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იუსტიციის სამინისტროს ამ შემთხვევაში აღასრულა უკვე მე განაცდური ჩამერიცხა და აღმადგინეს პოზიციაზე რომელიც მე ჩემი ინიციატივით დავტოვე ახლა ხანს. მაგრამ აი ნახეთ თითქოს სამართლიანობა აღდგა მეორე მხრივ რამდენად შეიძლება ჩაიმცვალოს სამართლიანობად ის რომ ადამიანი რომელიც 5 წლის წინ მუშაობდა პოზიციაზე იმ პოზიციაზე აღადგინე ეხა. წარმოიდგინეთ 5 წლის წელიწადში რამდენიმე შეიძლება შემოვწერიყო. ბუნებრივია ხო 5 წლის წინ რომ მე უკანონოდ არ გავითავისუფლებ ვინმეს დღეს იმ პოზიციაზე ხო არ ვიქნებოდი. რაღაცა დაახო მექნებოდა ინტელექტუალური, კარიერობრივი, რა ვიცი მე. ამიტომ რამდენად შეიძლება სამართლებრივად ეს კი აღდგა სამართლიანობა, მაგრამ ლოგიკურად, ადამიანურად რამდენად არის ეს სამართლიანობა აღდგენილი, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. აი თქვა სამართლიანობა საბოლოოდ აღდგებოდა ქალბატონ თეას იგივე პარლამენტში ჭიაბერაშვილის კითხვაზე, რომ ეთქვა რომ ის მან შეცდომა დაუშვა და არის დამნაშავე და ბოდიშს გიხდით საჯაროდ პარლამენტში. ეს იქნებოდა ფეირვერკი ალბათ. ამ ყველაფრის განვითარების ფონზე აი წარმოგიდგენთ ეგ თქვენ რას თქვით, ეგ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ უფრო რბილადაც შეიძლება გამოსულიყო. აი ელემენტარულად პასუხი ყოფილიყო ის რომ სასამართლო დავა ამ ეტაპზე დასრულებელი ჩვენ აღვადგინეთ ადამიანის სამსახურში და ამით დავა დასრულებულია და მეტი არაფერი არ ეთქვა. აქაც ბოდიშიც რომც არ მოეხადა, ესეც კი რაღაც მომენტში მათთვის იქნებოდა დასასრული და მე შეიძლება უკვე ჩამეთვალა რომ აი ჩემსაც მივახციე და ნუ გავჩერდები გავანებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, რიტორიკა ქალბატონი წულუკიანის არის სამი რაღაცა თქვა მაგ პარლამენტში გამოსვლაზე, რაც საინტერესოა. ერთი რომ თამაზ ახობაძე არის ფულზე მოვაჭრე და ვაჭრობდა ერთი თეთრი მაინც დამიმატეო. ეხლა როგორ წარმოუდგენია ადამიანებს აი რომ ფულზე თუ ვაჭრობდი ერთი თეთრი რამდენად ფულია. რატო იქნებოდა ჩემთვის საინტერესო როგორც ფული ერთ-ერთ. ეს ერთი, მეორე, მან თქვა რომ სასამართლო მე პარტიული აქტივი ეს მესამეა. მეორე არის ის რომ მან თქვა რომ სასამართლო მაიძულა მე აღმადგინა თანამდებობაზე ის ადამიანი რომელიც ჩემი აზრით არაფერს არ აკეთებდაო. ანუ ფაქტობრივად ჩემს კარიერასა, ჩემს პროფესიონალიზმსაც კიდევ ერთხელ გავუსვა რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იყო და ნუ აი სასამართლომ დავამალე რომ აღადგინა. ესეც რა თქმა უნდა მე ბევრი რამით დასტურდება ჩემი იქ რა გავაკეთე და როგორ გავაკეთე და დღეს იუსტიციის სამინისტრო თუ რამით
აპიარებს თავის თავს უცხოელი ექსპერტები, როცა ჩამოდიან ან ევროკავშირის დამკვირვებლები, მათ შორის არის ის პროგრამა, რომელიც ჩემიდან ერგილია, შესაბამისად არაფერს არ აკეთებ და ეს არ არის სწორი და მესამე თქვენ რაც თქვით ეს რომ პარტიული აქტივი ხა მეგობრებში ხშირად ხუმრობ ხოლმე და მე მგონი ეს ფორმატიც მაძლევს აი ხუმრობის გამეორების საშუალებას. აი წარმოიდგინეთ ხალხო მე ვარ თურმე პარტიული აქტივი და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი პრეზიდენტი? აი როგორ შეიძლება ეს სად წერია ეს რომ მე რომელიმე პარტიის აქტივი ვარ? ხა მე შეიძლება ვიღაცა კონკრეტულად მომწონდეს, ამის უფლებაც მაქვს. არჩევნებში შეიძლება მივიდიოდე ვიღაცა ვაძლევდე ხმას, მაგრამ არც ერთ პარტიასთან ეს 5 წელი მე რო პოლიტიკამ დომოდა და პარტიასთან ასოცირებამ დომოდა ძალიან მარტივად. სხვა შორის პოლიტიკასთან დაკავშირებით ბევრი კითხულობს ხოლმე რომ დღევანდელი სასამართლოს პირობებში როგორ მოხდა რომ თამაზახობაძემ გაიმარჯვა იმდენად მართალი იყავით რომ გაიმარჯვეთ? ძალიან ბევრი მტკიცებულება მქონდა. მათ შორის მესანამ გამომიშვებდნენ მანამდე 2 თვე რეორგანიზაციით გამომიშვეს ბოლოს. ეს რეორგანიზაცია ესე მარტივი არ არის დღეს თქვა და ხვალ გააკეთო. მას ჭირდება პროცედურები. 2 თვე დაახლოებით გრძელდებოდა ეს პროცესი და მე ამ რეორგანიზაციის ეტაპზე ვაგროვებდი მტკიცებულებებს. მათ შორის უსვავდი ცოტა პროვოკაციულ შეკითხვებს, რომელიც პასუხებიც მე შეიძლება მე მტკიცებულებად გამომდგომოდა სასამართლოში. ძალიან მომზადებულ 1000 გვერდზე პროვოკაციულ კითხვებზე ამბობს, ინტრიგანი არის. პროვოკაციულში ამ შემთხვევაში გულისხმობ ჩამჭრელ შეკითხვებს, რომელიც მე გამომადგება. რა თქმა უნდა, იმიტომ მე ვიცოდი უკვე მიშვებდნენ. მათ შორის 2 თვით ადრე გავაფრთხილი არასამთავრობო სექტორი, რომ მე მიშვებენ 2 თვის შემდეგ. და ამიტომ 1000 გვერდზე მეტია. წარმოიდგინეთ, ეს არის ელემენტარულად, ეს არის შრომითი დავა. ანუ რეორგანიზაციის შედეგად შრომითი დავა. არ არსებობს ვერცეთ საქმეს ვერ ნახავთ სხვა შრომით დავას, რომელიც 1000 გვერდზე მეტია მტკიცებულებები. მათ შორის მოწმეების მტკიცებულებები. ეს ერთი რატომაც მოვიგე და მეორე ის რომ პირველ ეტაპზე განსაკუთრებით სასამართლოსი იმდენად დარწმუნებულები იყვნენ როგორც ჩანს მოგებაში, რომ მათი მომზადების დონე იყო აბსოლუტურად არასაკმარისი. მათი ადვოკატი, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ შეხვედრებზე, არ იყო მომზადებული. ყველა შეკითხვაზე მოსამართლეების პასუხობდა რომ არ იცის. ანუ იმდენად დარწმუნებული იყვნენ სავარაუდოდ რომ მოიგებდნენ რომ არ ჩათვალეს საჭირო და ზედმეტად მომზადებული იყვნენ ამ იუსტიციის მინისტრის პოზიცია, თქვა სასამართლოს მიერ დამოკიდებულება ამ სასამართლოსი რომელიც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ცნობილია, ნუ არ ესიამოვნებოდა რა თქმა უნდა. ბუნებრივია იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის მინისტრის პოზიცია ისეც ჩემთვის აი სამართლიანობის აღდგენაზე როცა ვსაუბრობ, ესეც კი ჩემთვის არის კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ დღემდე მათი პოზიცია არის ის რომ კი მოიგო სასამართლო თამაზახობაძემ, მაგრამ თლაც სწორი არ იყო ეს რომ მოიგო. ანუ კითხვის ნიშნები აქვს, რომ სასამართლომ რამდენად სწორად მოაგე და სხვათაშორის ასეთი ვერსიაც კი მსმენია, რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, რომ თურმე სასამართლო ჩემს სასარგებლოდ შეცდა. აი როგორც წარმოგიდგენთ, სახელმწიფოს ვედავები და სასამართლო შეცდეს ჩემს სასარგებლოდ დღეის მდგომარეობით, როცა ვიცით რომ სასამართლო რა მდგომარეობაში. რა მოხდა 2014 წელს ისეთი, ნუ მესმის რომ ალბათ მრავალი მიზეზი იყო, როდესაც თქვენ აი ესე უცბად გამოგიშვეს სამსახურიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო მიზეზი? მიზეზი ამ ყველაფრის იყო ის, რომ განწყობა საჯარო სამსახურში სამწუხაროდ საქართველოში თითქმის ყოველთვის ასეთი იყო, რომ უფროსი რასაც ამბობს, ყველაფერი მართალია. ჩვენ თუ რაღაცაში შევეწინააღმდეგებოდით, თქო, შევეწინააღმდეგებოდით შიგნით, რომ რაღაცას ვეთყოდით, რომ ეს არ გავაკეთოთ, ეს უკვე მათთვის პოზიციას, აი, ესეთი აღქმა ქონდა ქალბატონ წულუკიანსაც და სამინისტროს მაღალი თავმჯდომარის პირებსაც, რომ აი ესენი იმიტომ გვეწინააღმდეგებიან, რომ აი ნაციონალების დროს საქმეულები არიან და პროვოკაციას აკეთებენ ამით. სინამდვილეში ჩვენ ქონდა პოზიციები. მათ შორის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მახსოვს, ეს იყო ჩვენი შეკამათება, ჩემი და ანას უბელიანის, რომელიც ჩემთან ერთად გამოშვეს, შეკამათება ამნისტიის იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მაშინვე მიიღეს და რომელიც არაერთხელ დადასტურდა, რომ არ იყო ესე სასწრაფოდ მისაღები ეს და ეს ერთი და მეორე პარტიული აქტივის დასაქმება, რომელიც გვითხრეს, რომ პირდაპირ ჩვენ დაქვემდებარებაში დაგვესაქმება და ჩვენ არ დავასაქმეთ მათი პარტიული აქტივი. აი ეს ორი შეწინააღმდეგება იყო, ნუ ამის მერე უკვე მათ ხალხად დავუშვათ, მე უბრალოდ არ ვიცი როგორი სისტემაა მათ. ნუ აი თქვათ Facebook-ზე თქვენ რაღაც პოლიტიკური, შეიძლება ასე თქვას, თქვენი პოლიტიკური გემოვნება გამოხატეთ. შეიძლება რომ ესეც მნიშვნელოვანი ყოფილიყო. 2014 წლის 2013 წლის ბოლოს, 2013 წლის ბოლოს გენინსპექციაში ვიყავით მეც და ანაც დაბარებულები, იმიტომ რომ Facebook-ზე დავწერეთ რაღაცა მათთვის არასასიამოვნო. ქალბატონ თეა წულუკიანს ჰქონდა ამობეჭდილი ჩვენი პოსტები, გენინსპექციის უფროსთან განიხილავდა ამ ყველაფერს და მათ შორის არა მარტო ჩვენი, ვინც კი მოიწონა ეს პოსტები და ვინც კი დააკომენტარა, სხვა სამინისტროს თანამშრომლებიც ყავდა დაბარებული და საბოლოოდ ეს შეხვედრა დამთავრდა, იმიტომ რომ ჩვენი ამობეჭდილი Facebook პოსტები გადასცა გენინსპექციის უფროს და უთხრა რეაგირება ქონოდა ამაზე. თქვენ ხო კანონი არ დაგირღვევიათ, ანუ რა
შესაბამისად ვერც ქონდა გენსპექციას ვერანაირი მე მოიფიქრეს ის რომ იყო კომუნიკაცია იმის რომ აი ჩვენით დაგვეწერა განცხადებები თორე ისეთი ფორმით გაგვიშვებდნენ რომ ვერსად ვერასდროს ვერ დავიწყებდით სამუშაოს ეხლა ვიღაცა რომელიც არაპროფესიონალი ადამიანისთვის ან ცოტა ისეთ ეკონომიკურად ისეთ მდგომარეობაში ყოფი ადამიანის გაჭირებული ადამიანის შეიძლება ეს იყოს რომ აი ნახე ისე გამიშვან შეიძლება რომ ვერ დავიწყო მუშაობა და დავწერო მაგრამ მარჯობია და გავეცალო და ჩვენ არ დავწერეთ ეს განცხადება და მაგას მოყვა შემდეგ აი ეს 5 წლიანი დავა. დიახ. და თქვენ გამოხვედით თუ არა თქვით რომ იჩივლებთ და იყავით თუ არა დარწმუნებული რომ მოიგებდით. აბსოლუტურად დარწმუნებული. აი ამ სასამართლოს პირობებში რომელშიც 100% დარწმუნებული ვიყავი რომ აქ თუ ვერ მოვიგებდი ამას სტრასბურგში მაინც მოვიგებდი ამ საქმეს. უბრალოდ იმ პერიოდში მე ვერ აი ნახეთ ეხლა მოხდა ეს აღდგენა ხო? აი გეტყვით ჩემ განცდებს აღდგენამდე პერიოდის. აი 2019 წლის თებერვალში დავსფიქრობდი. 2019 წლის თებერვალში მე ვამბობდი რომ მე შემეძლო დამეშვა ამ ყველაფრის მერე რომ წავაგებდი ამ სასამართლოს, მაგრამ ვერაფრით ვერ დაუშვებდი იმას რომ მოვიგებდი და არ აღასრულებდნენ ამ გადაწყვეტილებას. აი ეს წარმოუდგენელი იყო და ასევე იმ მომენტში ჩემთვის წარმოუდგენელი იყო 2014 წელს წარმოუდგენელი იყო რომ 5 წელი შეიძლება გაგრძელებული იყო ეს საქმე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი რომ მაქსიმუმ 2 წელიწადში მე ამ საქმეს მოვიგებდი. თვლით თუ არა რომ შიმშილობა მართლა იმოქმედა მათზე? ფაქტია რომ შიმშილობის მეორე დღეს მოხდა აღასრულეს ის ყველაფერი, რომელიც თურმე შეეძლოთ რამდენიმე საათში მანამდეც აღესრულებიათ. ამიტომ ეს შეიძლება დაემთხვა, შეიძლება ხა შიგნით რა ხდებოდა მე არ ვიცი. უამრავ ინფორმაცია ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ გამარჯვებულსო ბევრი პატრონი ყავსო და ასია მართლა რა, რომ მე ბევრი ინფორმაცია მომივიდა, რომ აი მე უთხარი და არა აი ჩვენ დაველაპარაკეთ და ისევ ქენით სინამდვილეში მე არ ვიცი შიგნით რა მოხდა. თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ გარდა ოპოზიციისა, მათ შორის შიგნითაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ ნუ რა თუ ღირს ეს დაპირისპირება. თან ძალიან ის არის, ხო ეს არის, მე არა ვარ მაღალი თანამდებობის პირი, არ ყოფილი ვარ არასდროს, არც პოლიტიკოსი ყოფილი ვარ არასდროს. იყო რიგითი თანამშრომლის შრომითი დავა. რა მე ჩემთვის ისიც მოულოდნელი და წარმოუდგენელია, რატომ გახდა ეს საქმე ასე გახმაურებული. ანუ ეს არის რაღაც სიჯიუტე. ეს არის აბსოლუტურად სიჯიუტე და პერსონალური საკითხი იმისთვის. და მაინც თქვენ დაუბრუნდით ასე ვთქვათ თანამდებობას და აი ხა ძალიან მაინტერესებს როგორც კინემატოგრაფის რომ დაბრუნდით ასე ვთქვათ სამინისტროში, ნუ როგორც მე ხვდები თქვენ მაშინვე გადაწყვეტილი გქონდათ რომ მალე წამოსულიყავით იქიდან როცა ამ ფინალს დაამთავრებდით როგორც დამთავრდა ამ ფილმს მაგრამ მაინც აი როგორ შეგხვდნენ ან რა გააკეთეთ ჩაერთეთ თუ არა საქმიანობაში თვითონ სამინისტროსი ჩემი აღდგენის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო მოიქცა ამ 5 წლის განმავლობაში ყველაზე ჭკვიანურად იმიტომ რომ აღმადგინეს იმ სამართველოში რომლის უფროსი არის ჩემი მეგობარი ალბათ მათი გათვლა იყო რომ კომფორტი შეექმნათ თქვენთვის კომფორტი შეექმნათ არა მე მგონი მათი გათვლა უფრო იყო ის რომ აი მის მეგობარს არ გადაახტება და ისეთ რაღაცას არ მათ მოლოდინი ჰქონდათ რომ თამაზ ახობაძე მოდის აქ რევანშისთვის ეხლა ამას რო ამბობთ რომ თქვენი მეგობარია თქვენს მეგობარს უსიამოვნება არ ექნება როგორც მე ვხედავ ძალიან მკაცრი რეჟიმი არის აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმში შესაბამისად აი ის რომ მე მემუქრებოდე რომ ისეთ განცხადებას დაგიწერთ რომ მე სამსახურს ვერ ვიპოვი თუ ადამიანი თავის პროფესიონალიზმში დარწმუნებულია ეს არ არის შემოფერხებელი ასევე 100% როგორც ნებისმიერ სისტემაში ნებისმიერ სისტემაში გეთახმება აბსოლუტურად როგორც ჩემ თავის პროფესიონალიზმში ვარ დარწმუნებული და ვიყავი მაშინ ისე ვარ მის პროფესიონალიზმში დარწმუნებული ამიტომ ამ ხრი პრობლემა არ შექმნა უბრალოდ მათი ნახეთ აი მათი მოლოდინები რო ვთქვა კიდევ ესე ძალიან უცნაური მე ადრეთაც მქონია ცდილობები რომ დაუშვათ თავიდან პროტესტის ნიჭად მისულიყავი რაღაცა და იქ დაცვას მახვედრებდნენ თითქოს ეხა მე რო შენობაში შევიდე იქ ერთი ადამიანი რა გავაკეთო ეხა მათი მოლოდინი იყო ზარი რომ აი თამაზ ახობაძე მოდის აქ რევანშისთვის გასაფუჭებლად რაღაცი პროვოკაციისთვის მე როცა 5 წლიანი სასამართლო დავა მაქვს მოგებული და მაგ გამარჯვებული სახელი და მათ შორის ძალიან მაღალი ავტორიტეტი საზოგადოებაში რატომ უნდა გავაკეთო ისეთი რამე რაც ჩემ ავტორიტეტს შელახავს რატომ უნდა მოვიქცე იქ ცუდად რატომ უნდა ავრიო იქ ყველაფერი ანუ აბსოლუტურად მშვიდად წყნარად მივედი იქ აბსოლუტურად მიესალმე თანამშრომლებს ძალიან კარგი დამოკიდებულა ჩამომიყალიბა მათ შორის იმ თანამშრომლებთან რომელსაც არ ვიცნობდი მე და დამხვდენი ანუ ეს მაინც გადაჭარბებულია რომ ეშინიათ თანამშრომლები დაშინებულები არიან და ასე შემდეგ ხედავთ კარგად მოგესალმნენ იგიღეს ხელი ჩამოგართვეს და დელობა მაგის არის თუმცა მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ აი პროფესიონალიზმი არის პასუხი ამ ყველაფერზე რაც უფრო მეტი პროფესიონალი იქნება საჯარო მოხელაში მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნებათ მაღალი თანამდებობის პირებს ისინი დააშინონ რამით გააკეთებიონ რაღაც არასწორი ამიტომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი დიახ და მაგრამ მაინც წამოხვედით აი ამ ხნის განმავლობაში ერთი თვე გამოვიდა ხო დაახლოებით 1 მარტი 25 მარტამდე ერთი თვის ხელფასით ჩამერიცხა და საქმიანობდით ამ პირველი რაც აი ნახეთ ეს შიშის ფაქტორი მათი შიშის ფაქტორი რო გავაგრძელო კიდევ ერთხელ
პირველი მითითება რაც ჩემამდე მოვიდა აღდგენის შემდეგ იყო ის რომ დროებით მოარიდეთ ბენეფიციერებთან ახალგაზრდებთან ურთიერთობას. ანუ კიდევ შიში ხარ რომ მე ახალგაზრდასთან თუ მექნება ურთიერთობა იქ შეიძლება რაღაც ისეთი რავი გავაკეთო რომ აურიო რაღაცა. სინამდვილეში ჩემ თანამდებობას რაც აღმადგინეს ერქვა ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი. ხო როგორ წარმოგიდგენთ ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი ჩემთვის მნიშვნელობა მაგას პრინციპი. მე ხო იქ მუშაობას არ ვაპირებ. ეს იყო უბრალოდ სასამართლო. არ იცოდნენ რომ თქვენ მუშაობას არ აპირებდით. თქვენი მზაკვრული გეგმა. პერსონალური პერსონადან გამომდინარე ალბათ უნდა ეფიქრათ, უნდა დაეშვათ ეგ არ ვიცი რატო არ და მაგას თავისი გაგრძელებაა კიდე ის რომ აი მათ შორის მე დავწერე 14 მარტს გათავისუფლების განცხადება. 14 მარტიდან 25 მარტამდე ვერ აკმაყოფილებდნენ, იმიტომ რომ რაღაც შიში ქონათ ალბათ რომ ეხლა ეს რო გაუშვათ კიდე რაღაც არიჩივლოს ან რაღაც არ გააკეთოს და მეორეჯერ მომიწია განცხადების დაწერა, იმიტომ რომ კონკრეტული თარიღი არ იქონდა მითითებული რომელ დღეს მინდოდა გათავისუფლება და ნუ რაღაცა შიშები იყო რა მოკლედ მათი მხრიდან. რაც შეეხება ეს მითითება იყო რომ არ იყოს არ ქონდეს შეხება ბენეფიციერებთან და ახალგაზრდებთან არ ქონდეს და მენეჯმენტის საქმეებით ჩაერიოს. მე ხა რა გამომიგზავნეთ იქ რომ მივედი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, გადავხედე ჩემი კომენტარები მქონდა იქ რაღაც ერთ პატარა პროექტზე ჩემი კომენტარები მქონდა, რაღაც ვიჯექი და რაღაც კომპიუტერულ საოფისე საქმიანობას რაც შეეხებოდა მუშაობდი და ნუ ვცდილობდი რომ მათ შორის ყავთ იქ სტაჟიორები რომელიც არაჩვეულებრივი ბავშვები არიან და ვცდილობდი მათთვის мотиваცია შემექმნა რაღაცით რომ აი ჩემი გამოცდილება რაც კი ამ პერიოდში შემელო გამეზიარებია მათთვის. სხვა რა თქმა უნდა მე არანაირი იქ მზაკრული გეგმა და რა რევანშისტული განწყობა არ მქონია და მე მგონი ყველა იმ ადამიანი ვისთანაც მქონდა M25 წლის განმავლობაში შეეხება აბსოლუტურად დაადასტურა. და ასე რო გიყვართ თქვენი საქმე, რატო არ გააგრძელეთ პრინციპში? ალბათ ამას გეკითხებიან, ხო? ხო, მეკითხებიან და მათ შორის ზოგი გაბრაზდა კიდევაც, რომ აი თუ აღდგენა არ გინდოდა და ამდენი რაღაცა არ იყო ჩემთვის პოზიციურადაც საინტერესო არ იყო იმ პოზიციაზე დაბრუნება, რომელსაც 5 წლის წინ მუშაობდი. განვითარების შესაძლებლობა ნაკლები იყო. და კიდევ ერთხელ ხა როგორი სამუშაოა იმ სამსახურში, რომელსაც თქვენი უფროსი გეუბნებათ, რომ თქვენ ხართ ფულზე მოვაჭრე. ხო, ძალიან ძიმე არის, ძალიან რთული არის ეს და მაინც როდესაც თანამშრომლებმაც იციან ეს და მაინც ალბათ რაღაც იზოლებულნი არიან, რაღაც დისტანცია დაიკავონ, ეს ძალიან კარგად მესმის. თქვენ განაცხადეთ Facebook-ში მაშინ რომ არ არის გამორიცხული რომ კიდევ უჩივლოთ იუსტიციის მინისტრს. შეიცვალეთ აზრი თუ? ხო, სხვადასხვა ფიქრობ ამ პატივის და ღირსების შელახვას. ეს იქნება უკვე თუ წინა შემთხვევაში იყო საჩივარი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ან როგორც იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ და სახელმწიფო იყო მოპასუხე, ამ შემთხვევაში პირადად წულუკიანი იქნება მოპასუხე, თუ ეს მოვიფიქრე. უნდა გავიარო იმდენად ბევრი რაღაც დამიგროვდა და იმდენად ემოციურად დამღლელი იყო ეს ჩემი ეს ერთი თვე ბოლო ერთ თვე, რომ ცოტა დასვენება მინდა, მაგრამ იმ კვირიდან უფრო განახლებული ენერგიით ვიფიქრებ ამ საკითხზე. მათ შორის გავილი იურისტებთან კონსულტაციებს, რამდენად ღირს, რამდენად არ ღირს და შევაგროვებ მტკიცებულებს და შეიძლება არ გამოვრიცხავ, რომ შევიტანო პირადი კერძო საჩივარი ამ შემთხვევაში. კეთილი. თქვენი მაგალითი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით ისტორიისთვისაც მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად ამ ხელა სამინისტროს ებრძოდით სახელმწიფოს, როგორც თქვენ ამბობთ, ხო? სახელმწიფოს და გაიმარჯვეთ. წარმატებებს გისურვებთ. თამაზ ახობაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელმაც დატოვა დანაშაულის პრევენციის ცენტრი, სადაც ის აღადგინეს. რამდენი სასამართლო იყო, რა თქვით? ესე იგი ორჯერ გავიარე სამივე ინსტანცია, უბრალოდ მეორე გასაჩივრება დაიწყო მე, ან ხუთჯერ ვიყავი სასამართლოს. 5 გადაწყვეტილება მაქვს. კეთილი. წარმატებას გისურვებთ, სრულდება ჩვენი გადაცემა. ლევან გვარამაძე იყო დღევანდელი გადაცემის ხმის რეჟისორი. გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის.